ეთერშია გადაცემა სახალხო კონტროლი, მე ვარ ჟურნალისტი ლიზა ვადაჭკორია. დღეს გადაცემა სახალხო კონტროლი მუშაობს აჭარაში, დედაქალაქში, ბათუმში და ჩვენ ვიღებთ კვების ობიექტებს, რომელზეც თქვენ, მომხმარებლები, გწერთ და გთხოვთ, შეამოწმეთ ეს კვების ობიექტი. ეჭვი მეპარება, რომ მან სუფთად ამზადებენ კერძებს. ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვკითხულობთ თქვენს წერილებს და შემდეგ გავდივართ საქართველოს ქალაქების და სოფლების ქუჩებში. აი ეს არის ძალიან დიდი დანაშაული. არავითარ შემთხვევაში ამის რეალიზაცია ასე არ შეიძლება. ეს არის ცენტრალური ქუჩები და აი ამ ქუჩებზე ხდება აი ეს უმსგავსობა. არც ჩემთვის მიუღებელია. აი ნახეთ, აი აქ ღია პროცესი მიმდინარეობს და ამას შეხედეთ და აი ამ ღრუბლით გარეცხილი ჭურჭელი რა უნდა იყოს? ხურდას რა უნდა მაცივარში? რატო ყინავთ მითხარ? აი ხურდას რა უნდა საყინულეში? ყველაფერი მინახია, მაგრამ ხურდას საყინულეში არ მინახია. ეს ვენტილატორი თუ მუშაობს, ალბათ ის მტვერი და სიბინძური ეცემა პროდუქციას. ეს რა თქმა უნდა არ არის კარგი. ამას რატო ინახავთ აქ? იმიტომ რომ დაცულია მაცივარში, რა ვიცი, ყველაფერი. მაცივარში დაცულია, რისგანაა დაცული? ყველაფერი დამკვირვებელია, რა ვიცი, ყველაფერი. ბათუმი ჭავჭავაძის 115 საკონდიტრო ირინას დამცხვარი. რატომ მოვედით კონკრეტულად ამ ადგილას? ძალიან ხშირად გვწერენ ჩვენი მაყურებლები, რომ აი ვიყინე ნამცხვარი, მოვიწამლე, კრემი იყო ამჟავებული და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამიტომ საკონდიტრო ყოველთვის აი იმ ინტერესების ცენტრშია, რომელიც უნდა დავაკმაყოფილოთ ჩვენი მაყურებლის, ჩვენი მომხმარებლის ინტერესი. ამიტომ მოვედით დღეს ჭავჭავაძის 115 ნომერში. პირველი შაბეჭდილება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, იმიტომ რომ აი რასაც უყურებ, ჭერი მოწესრიგებულია, კედლები მოწესრიგებულია, იატაკი სუფთაა, მით უმეტეს ძალიან რთულია საკონდიტროში ასეთ სისუფთავის დაცვა. და გაბატონილი აქ არის? თქვენ ბრძანდებით? სასიამოვნა. კარგი. მაშინ აქედან დავიწყოთ. გაბატონო ირინა, ქართული კანონმდებლობით ეტიკეტირება ხო უნდა იყოს? აი იმაზე არაფერს არ გეუბნებით, ის გადასარევია, არის ეტიკეტირება, ყველა ინფორმაცია, მაგრამ ძალიან ხშირად იყენებს სანტეს მაწვს, სხვადასხვა. რას იყენებთ ეს? კი ბატონო, ხო? მიაკადათ და შემოიტანეთ სამი. კი, მაგრამ ძალიან გთხოვთ, აი გაურკვეველი პროდუქცია არ შემოიტანოთ, იმიტომ რომ როდესაც მით უმეტეს ასეულით ობიექტს და ასეთი მაღალი მარჟა გაქვთ, აი მომსახურების აღებული და აი ყველაფერს დეტალურად უყურებთ, აი ამის შემოტანა, აი ამის ვადა ხო არ ვიცით. კი, გეთანხმებით, მაგრამ შრატი არის უკვე მოყენებული, ანუ ეს ახალი პროდუქტი არ არის, ხო? კიდე ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. მაცივარი არის გაპრიალებული, აი ნახეთ, მინდა ეხა კარგად გაჩვენოთ. აი რეზინებით სუფთა, ძირებით ყველაფერი მოწესრიგებულია. მაგრამ აი ხა მაგრამზე რას გეტყვით ხო თუ მიხვდებით? პროდუქციაზე არა მაქვს საუბარი. ცალკე არის, კი ბატონო და ჯვარედინი არის დაცული და დაფიქსირებული, ნუ ყოველ შემთხვევაში გამიჯვნა ხდება, მაგრამ აი ერთია რომ კვერცხის ცილა გამორიცხეთ კვერცხთან, მზა პროდუქტთან შეხება, აი არც კი დაუშვათ ოდნავ მაინც გამოიყენეთ ერთჯერადი კონტეინერები და ეს არ არის ერთჯერადი კონტეინერები, ეს გადასაგდებია და მაგრამ რატო თქვი ისე ქულე? ყველას ერთ-ერთი შეცდომა გაქვთ. აი ამას რო აწკრიალებთ და წმინდათ, ვიქაც აწიეთ ხელი. აი ძალიან მარტივია, აი ნახეთ. მით უმეტეს როდესაც ჩართულია. აი იქ ცოდია. აი ეგ არის ცოდი. ჩემი შეცდომა. ხელთათმანი მომეცით. ამ ბოლო დროს ეშმაკობას ხმარობ და ვითხოვ ხოლმე ხელთათმანს მაინტერესებს. თუ არა, მაგრამ ხელთათმანებს იყენებენ, ნამდვილად იმდენად მარტივად მომაწოდებს. ფუჟანგავი, არაჩვეულებრივი ნიჟარა, ონკანი საკმაოდ კარგად მოწესრიგებულია, ხელსაბანი, ყველაფერი, მაგრამ მაქვს თქვენთან ასეთი კითხვა. აი ამ დღეს რატო რეცი?
ხალბატონო ირინა, ჩემო ძვირფასო ადამიანო, აი მოდით ახლა და ნახეთ, რატო ვეწინააღმდეგებ. კი, ვიცი რა რჩება ეს და მეტი აღარ გამოიყენება ნამდვილად. აი ნახეთ შიგით როგორ არის ჩარჩენილი და დარწმუნებული ვარ, აი მე ამას გაგიფუჭერთ აუცილებლად. კი, არა, იმიტომ რომ მე თვითონაც ვაგდებ ერთჯერადად ვიყენებ, აი ქვემოთ მილაგია. კი, იმიტომ რომ დიხანია არც და ნახეთ როგორი აი გაიმას, აი ცხიმი არის რაშიც მართავია? ცხიმი, როდესაც აი მჟავდება ახალ კრემს რო ჩადებთ, არაჩვეულებრივი ნედლეული გაქვთ, უყურებ ყველაფერი კარგი გაქვთ. ამ ეს ხო გააფუჭებს აი იმ პროდუქტს და კი, გეთანხმებით მაგას, მაგრამ გამოუცვლელი მაინც არ ვაკეთებ ამას, იმიტომ რომ დიდი ხანი ამ სფეროში ვმუშაობ. აი ნახეთ, აი 15 ნახეთ. წელია. კი ბატონო, და მაგას არ გამოვიყენებ. არ გამოვიყენებ. იმიტომ რომ ვერც გამოვიყენებ. კი ბატონო, აი ეს არის მრავალჯერადი გამოღებულია, ირეცხება, შესაბამისი მასა აქვს. კი ბატონო, კი ბატონო, მასა აქვს ამის ფუნქცია. აქედან გამომდინარე ეს დაშვებულია. მიყვარს გასქურები, საერთოდ აი სადაც რაღაცები იმალება, მაგრამ თქვენ აბსოლუტურად კვალიც კი არ არის. არა, აი კვალიც არ არის, არაფრის აბსოლუტურად. კუთხეები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ კუთხეებსაც უვლიან. გამარჯობა, რამდენი ნამცხვარი გაქვთ? ირინა აქ არის? ვინ არის ირინა? მთავარი კონდიტერია? ირინა არის კონდიტერი და ბუნებრივია, რომ თავის საწარმოს სახელი დაარქვა ირინას ნამცხვარი. აი ნახეთ, მე ესე ვიტყოდი, რომ ეს საკმაოდ სტანდარტული ნაკრებია. აი საქართველოში ძალიან უყვართ ეს ნამცხვარი. მედოკი, შოკოლადის ნამცხვარი, ეკლერი, შუ, დათუნია. ხო, აი ესეთი კლასიკური ნაკრებია. სნიკერსი აგერ 3.5 ღირს ერთი ნაჭერი. ოპიუმი ასევე 3.5 ლარი ღირს. რულეტი, თაფლით და ასე შემდეგ. აი ეს არის ეკლერი რა ღირს? 2 ლარი ღირს ეკლერი, ნახეთ რა ხელა ეკლერია. არ ვიცი, გემოზე ვერ გეტყვით, ჩვენ ახლა ამისთვის არ შემოვსულვართ, ჩვენ ვაფასებთ სამზარეულოს, რა თქმა უნდა, სამქროს და ბუნებრივია ვათვალიერებთ აი ამ ლამაზ ვიტრინებს. საკონდიტროს ვიტრინები ყოველთვის ძალიან ლამაზია, იმიტომ რომ ნამცხვარი თავისთავად არის ფაფუკი, სურნელოვანი, ტკბილი, ლამაზი და ასოცირდება დღესასწაულთან. იმიტომ რომ როდესაც გააქვს ან დაბადების დღე, ან ქორწილი, ან წვეულება, ყოველთვის ყიდულობ რას? ტორტს. აგერ ბატონო რაფაელო 40 ლარი, 48 ლარი. მოკლედ, მე ერთს ვიტყვი. ირინას ნამცხვარში ძალიან ლამაზი დახლებია, ლამაზი ნამცხვარია, ხოლო რა პირობებში ამზადებენ ამ ნამცხვარს, უკვე რა თქმა უნდა ვიგებთ მადონა კოიძეს სიუჟეტიდან. ეს არის მშრალი საწყობი, ყველაფერი თაროებზია, კვერცხი ახალი მიღებულია, ნუ ამასაც მოუვლიან და გასაცივებლად არის ჟარონები, ნუ შემოკრულია თვალში. ძალიან კარგია, დაცულია, კონტეინერებია ჯერადი რომ გაიტანონ პროდუქცია თუ კი შეკვეთა იქნება და იმედია რომ შეკვეთები იქნება, იმიტომ რომ ყველა ობიექტი უნდა განვითარდეს და უნდა იმუშაოს, თავარია რომ უნებლიოთ დააკეთონ ყველაფერი. ეტყობა ხშირად ხდება, როდესაც ყინავთ, იმიტომ რომ ტემპერატურა 20 გრადუსი, -20 გრადუსი არის და აქედან გამომდინარე ხშირად აი სხვადასხვა ტორტებსაც აკყინავთ, აი კვალი. ტორტები, ანუ ეს უბრალოდ ეხა რომ აიღებს ამას ხელზე ხელთათმაზე გქონდეს და იმიტომ რომ ტორტებს არ ყინავდა. კარგი. მაშინ აი ზუსტად რატო იცით, აი მაშინ რაღაც ისეთ აი ამასთან შეხებაში რო არ იყოს და ხელის აღების დროს და ასე შემდეგ, აი ამ პარკებთან შეხებაში არ უნდა იყოს. იმიტომ რომ ეს არის ჯვარედინის დაბინძურების რისკი. ეს არის კი ბატონო. მაშინ აი ეს რო ასე არ უნდა იდოს და რაღაც შემაღლებულ და განცალკავებულად და შეხებაში არ უნდა იყოს ირგვლივ არაფერთან, ეს მშვენივრად იცით და ამას იმედია გაითვალისწინეთ და გააკეთეთ. აჰა, კრემები აგერ ახალ-ახალი კრემები კეთდება, აი ტორტები ცივდება და ერთადერთი კიდე რა უნდა გთხოვოთ ხალბატონო ირინა, ნახეთ. ეს მარწყვი კი ბატონო. მარწყვი, აი ნახეთ, ბინძური ხელი ბაზრიდან მოტანილი, აი მარწყვი რო ეხება, აი ამ ტორტებს, აი ეს არის ყოლა დაუშვებელი. მოგუებო, ხვევით რო წმინდავთ, ესეც არ უნდა დამიტოვოთ, აი ნახეთ როგორ გადიტრიალებ. აბლაბუდებს ვერ უყურებ,
მაღალია ჭერი, მაგრამ მაინც გასუფთავებულია. ყველაფერი ეს ახალია, ეს ახალი გამოყენებულია. ყველა ახლა დღეს გამოვიყენე მე, დღეს რო დამჭირდა და იმიტომ როცა ეს განარეცხი. ეს არც გამომიყენები, არც მაქვს. განარეცხია. შეგით იყო და გაცლილია, ხო? გამოვიდა. კარგი, ყოველ შემთხვევაში აწი აღარ ვიხმართ, ხო? მე პრინციპში სიმართლე რო გითხრათ, კმაყოფილი გავდივარ. გამარჯობათ, ქალბატონო. აი არაჩვეულებრივ ხილს ყიდით. ჩვენ ხო იცით ვინა ვართ, სახალხო კონტროლი, მაგრამ რძეს რატო ყიდით მითხარით. მით უმეტეს ლიზა, აბა ნახე, რამდენია დღეს? ტემპერატურა რამდენია? 20 გრადუსი. რა ვინახე, რომ რძე გაქვთ ძალიან ბევრი. აი კიდე ნახეთ, აი აგერაც რძი არის, ეს არის ლიმონათის ბოთლში და ეს არის, აი, ნახეთ. ეს ძალიან მარტივად ფუჭდება. აი ნახეთ. აი ეს არის ძალიან დიდი დანაშაული. არავითარ შემთხვევაში ამის რეალიზაცია ასე არ შეიძლება. აი ნახეთ კვერცხი, იქაც იყიდება, აქაც იყიდება. ეს სოფლის კვერცხია, ხო? ნამდვილი სოფლის კვერცხია. აი ახლა მითხარით, კვერცხს რამდენი აქვს შენახვის ვადა? არ ვიცით. მოიცა და სიგარეტი მოყვება თუ როგორ არის ამბავი? კვერცხს აქვს შენახვის ვადა ძალიან პატარა, ძალიან მალე ფუჭდება. და აი კვერცხის ბეჭედიც არა აქვს. არა, ბეჭედი არა აქვს, რაც ქართულ კანონმდებლობას სრულიად ეწინააღმდეგება. ასეთი დაბინძურებული კვერცხი რეალიზაცია პროდუქტებთან, აი ეს არის დანაშაული, იმიტომ რომ სალმონელის გავრცელების ძალიან მაღალი რისკია. ძალიან მაღალი რისკია. საზღვარგარეთ რომ მიდიან ქალბატონო, ეს ერთი პრობლემაა და ერთი მტკივნეული საკითხია საქართველოსთვის, მაგრამ პროდუქტი, რომელიც გაურკვეველი ვადის არის და ვარგისიანობის რეალიზაცია კიდე სხვა პრობლემაა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. გარევაჭრობას არ ვეწინააღმდეგები, ყველამ უნდა იარსებოს და ისეთი პროდუქტი, რომელიც არ არის მალფუჭებადი, თვით მართლობა მოაგვაროს, უნდათ თუ არა მათი რეალიზაცია თავიანთ ქალაქებში, მაგრამ მალფუჭებადი პროდუქტის რეალიზაცია სულ შევეწინააღმდეგები და არ დავიღლები. ყველი რძის პროდუქტები, რძე, ხორცის პროდუქტები, თევზის პროდუქტები. ყველა ცხოველური წარმოების პროდუქტი უნდა იყიდებოდეს აუცილებლად მაღაზიაში ჰასპის სტანდარტების დაცვით. იცით რა არის, აი გარევაჭრობაზეო მადონამ რო ისაუბრა, რომ ყველას უნდა კონდეს არსებობის წყარო, გასაგებია, მაგრამ აი ნახეთ ნაგავი. ეს ნაგავი არის ანტისანიტარია. ეს არის უამრავი დაავადებების გადამტანი. ნაგავი რატო არ უნდა იყოს? ჩვენ ხო არა ვართ, ხო? ანუ ძალიან ღარიბ და დაბალი დონის ქვეყნებში, სადაც ნაგავი პირდაპირ ქუჩაში ყრია, ხო? ვართ ცივილური ქვეყანა. მივისწრაფით ევროპისკენ. ბუნებრივია ქუჩაში მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს. ნახეთ რამდენი ნაგავია, თუნდაც ამ დახლების უკან. და მთელი ამ ქუჩის გაყოლებაზე ჩვენ ვართ ახლა ჭავჭავაძის და ლერმონტოვის კვეთაზე. ეს არის ცენტრალური ქუჩები და აი ამ ქუჩებზე ხდება აი ეს უმსგავსობა. არც ჩემთვის მიუღებელია. ტბელ აბუსერიძის ნომერი 39 კაფე lunch time. თვითონ სახელი მეტყოლებს იმაზე, რომ აქ სადილად უნდა მოხვიდე. ზუსტად ამ დროს ვარ, სადილის დროს და ნახეთ ვერანდაზე რამდენი ადამიანია, ახალგაზრდები, ზოგი ოფისიდან არის გამოსული, ზოგი სკოლის მოსწავლეა. ხალხმრავლობა ზოგადად ეს ქუჩა არის ძალიან დატვირთული, იმიტომ რომ ჭავჭავაძიდან გადადის ტბელ აბუსერიძეში, შემდეგ აეროპორტის გზატკეცილზე გადადის და აქ ყოველთვის ხალხმრავლობაა. ხორცის დამუშავების პროცესში მოსვლა ძალიან მიყვარს ხოლმე. ახალი ხორცია, კი ბატონო. სწორია, სადაც მით უმეტეს ჭურჭელი ირეცხება და სადაც აიქედან ისინი არ უნდა იყოს ხორცი და საერთოდ სხვა ადგილას თუ დამუშავდება ადგილის სივიწროვეს გამო მესმის მე რთულია, მაგრამ აი სადაც რეცხვა მიმდინარეობს ჭურჭლის. ჩემი ბოსტნეული საკჭურჭელი არ ირეცხვა. ჭურჭელი იქნება. ბოსტნეული მით უმეტეს. თქვენ ხო იცით რომ ბოსტნეული ის არის, არ არის 1000 ქიმიკატებით მუშავდება და რაც არ უნდა ფრთხილად და ნაზად ვიხმაროთ, მაინც შხეფები მაინც მაგიდაზე ხდება მათი დაყრა. გაპრიალებულია გამწოვი
ვუყურებთ სიამოვნებს. კედლები მოწესრიგებულია, ჭერი მოწესრიგებულია, უჟანგავი ლითონებით არის ყველაფერი. მოპირკეთებული, ნამცხვარი გადაფუთულია, ყველაფერი გადაფუთულია აბსოლუტურად. აი ამასაც მე პირადად უფრო კარგად გადავფუთავდი, შევფუთავდი, იმიტომ რომ აუცილებელია. მოდით ვადები ვნახოთ. ასული აქვს ვადა? დღეს არ იცხვია თქვენი თვალი. 7. რომელამდე აქვს ვადა? აქ გამაგიჟო ახლა. 2 ნოემბერი. მოდით ახლა კამერასაც ვაჩვენებ, რომ კამერამაც ნახოს. ნახეთ? 4 ოქტომბერს არის დამზადებული და გამოყენება 2 ნოემბრამდე. ანუ უფრო ყურადღებით უნდა იყოთ, ხო? იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, ახალი გაჭრილია უყურებ, ესე იგი ახალი მოტანილია, მაგრამ ამ ბოლო დროს სამწუხაროდ ძალიან ხშირად ხდება ასეთი ანალოგიური ფაქტები, როდესაც უკვე აი დღეს შემოტანილი პროდუქტია მეუბნებიან და 2 ვადიანია და რამოდენიმე უბადოა, ვადაგასულია. ანუ კონტროლი არის ყველგან საჭირო და ზუსტად ამიტომა კანონმდებლობაში იცით როგორ წერია სანამდე ობიექტზე შემოიტანთ და დახზე დადებთ ან მაცივარში მოათავსებთ მანამდე პასუხისგებელი არის რეალიზატორი უკვე როდესაც სამზარეულოში შემოვა პასუხისგებელი ხართ თქვენ დანარჩენი ყველაფერი ვადიანია აი მითხარით ახლა აი ალუმინის ჭურჭელში აი ეს გამზადებული პროდუქტები ქვაბებში არ უნდა იყოს ჭმიანები ჩვენი გადმოვიტანო უნდა ხო აი ოჯახში რო ვაკეთებთ. უჟანგავი კი, მაგრამ აი ეგრე ალუმინია. ამაზე არა მაქვს საუბარი, ესეც უჟანგავი, ეს კარგია, ეს კარგია. აი რაზე მაქვს საუბარი, ნახეთ? აი იმ ქვაბებზე მაქვს საუბარი. ალუმინის ქვაბებზე მაქვს საუბარი და არა უჟანგავ ქვაბებზე. მომწონს ის, რომ აი ერთჯერადი ხელსახოცები არის გამოყენებული და ეს არის ძალიან მისასალმებელი, იმიტომ რომ აქ მომხმარებელზე და მისჯამთელობაზე ეკონომიას არ აკეთებენ და სწორად ხმარობენ. დავათვალიეროთ დარბაზი სასიამოვნოა. არის როგორც ხის კამები და მაგიდები, ასევე რბილი დივანი, აგერ შეხედეთ რბილი დივანიც არის. ძალიან სასიამოვნო სუფთა იატაკია, რაც მე მომწონს, ეს არის სისუფთავე. დახურული საპირპილე და სამარილია, არის ხელსახოცი, კედლები არის საკმაოდ სუფთა. მოდით ვნახოთ ასორტიმენტი ლანჩთაიმის, ღირს თუ არა ლანჩზე აქ შემოსვლა. ერთი დახლი მთლიანად ეთმობა საცხობის პროდუქციას და აქ არის ყველანაირი ხაჭაპური, ღვეზელი, პიცა და აგერ პეროგი. ფასები არის, აი როგორ გითხრათ, საკმაოდ ნორმალური ფასებია, მაგალითად აი ლობიანი ლორი დღის 4.5. ხოთ-დოგი 2.5. და ნახეთ რამხელა ლობიანია და სულ რაღაც 3.5 ლარი ღირს. 1 კილოგრამი ღირს თუ 1 ცალი ქათამი ღირს. კილოგრამი ღირს 15 ლარი. 100 გრამი ღირს 4.5. ნორვეგიული ორაგულია, შემწვარი, ჩემი აზრით ძალიან შემწვარია. ასევე თევზი, ხორცი, ბოსტნეული. იცით რა, ვიზუალურად ძალიან კარგად გამოიყურება, გემოზე არ ვიცი, აგერ არის ოჯახური, კარტოფილი და შემწვარი, ხორცი კეცებზე და აი ეს ერთი ულუფა ღირს 10 ლარი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენ ვართ კაფეში lunch time-ი, რომელიც გათვალისწინებულია როგორც სწრაფი კვება, სადაც ადამიანი შემოდის, ლანგარზე თავად დებს კერძს და შემდეგ სალაროში იხდის თანხას. მესმის რომ ეს ჩემს გამო გაკეთდა, მაგრამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვით ამ წუთში, ვინც აქ მუშაობ, აი ეს რომ აქ დევს და იქ რო ჭრით მწვანილს, მე აქედან აღებული ამაზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავდოთ, იმიტომ რომ მაგიდა არც ერთ შემთხვევაში სუფთა არ იქნება. სამრეცხაო, გადასარევი, არაჩვეულებრივი სარეცხი მანქანა, რომელიც იდეალურად რეცხავს და ზუსტად აი მაღალ ტემპერატურას, რომელშიც უნდა ირეცხებოდეს ჭურჭელი, ეს გათვალისწინებულია და სწორად ირეცხება და მომწონს. აქ არის სამრეცხაო, სადაც აი პირველადი რეცხვა ხდება და მერე გადადის უკვე სარეცხ მანქანაში და მერე ხდება იქ უკვე ჭურჭლის უშუალოდ მომხმარებლის ჭურჭლის გადატანა და ესეც მომწონს. აი ნახეთ ყველაფერი როგორ არის მოთავსებული ტემპერატურულ რეჟიმის დაცვით, ძალიან მომწონს. აი ყველაფერი არის აბსოლუტურად გადაფუთული, შენახული, აი ეს არის საცხობის
უბანი ასე რომ ვთქვათ და აქაც მოწესრიგებულია ყველაფერი აი სილიკონზე მხდება უშუალოდ დამუშავება პროდუქტის არ არის ჯინსის შარვლები გამოყენებული რას ვეღირსე აი ნახეთ სილიკონებია აი შეხედეთ და ამითაც შეიძლება მუშაობა და მარტო ძველი ჯინსის ტოტები არ არიცავს მის სინის გამოღების ცხელი სინის გამოღებისთვის და ესეც მისაღებია და ეს ირეცხება და ბევრად ჰიგიენურად მისაღები არის პირველი რიცხვი აწერია 7 რიცხვი 6 რიცხვი და პირველი რიცხვი აი ეს რატო აწერია ვადაგასულია 5 რიცხვი ეს რა არის ესეც არ იქნება 5 რიცხვში მაგრამ ამას მე კი არ უნდა გეხმარებოდეს თქვენი თანამშრომლები უნდა იყვნენ ორიენტირებულები იმაზე რომ სწორი ვადები დააწეროთ იმიტომ რომ არაფერ შეიძლება სილიკონის ფუნჯი ივესალმები გამჭირვალე აი ეს არ მომწონს იმიტომ რომ მუქი ფერი რაც არის ან საკვებ პროდუქტებთან დაშვებული უნდა იყოს ქვევით შესაბამისი მარკირება უნდა გქონდეს კიდე ერთხელ გადავხედოთ სალათებია აი აქაც არის პური მჭადი ღვეზელი ნახეთ ზეთი ზეითუნის ზეთი საწებელი соуსები ასევე შეგიძლიათ ცალკე აიღოთ მე ძალიან მომწონს რომ ყველაფერი გადაფარებულია ლამას ჯამებშია წვნიანი ესეც კარგია წიწიბურა და აი რა გითხრათ ეხლა ეს კერძები მე მომწონს ეთყობა რომ ახალია ეხლა გამოსულია ნახეთ თარიღები არის კი ბატონო რომელ საათზეა დამზადებული აქვეა დანა ჩანგალი არის ყავა მოგლედ რა გითხრათ იდეალური სადილია შესვენების დროს აი თუ გამოხვედი სამსახურიდან და გინდა წახემსება ალბათ ლანჩთაიმი ეს არის იდეალური ადგილი მაგრამ მე გაჩვენეთ ის რაც ხედავს ყველა მომხმარებელი ანუ შემოდის და ამას ხედავს სისუფთავეს ხედავს ლამას პროდუქციას მაგრამ თავარი მაინც ის არის თუ როგორ პირობებში ამზადებენ ამ პროდუქციას სამზარეულოში ჩვენ ვართ ბათუმში ტბელ აბუსერიძის 39 ნომერში კაფე ლანჩ თაიმი ეს არის კამერა მაცივარი კამერა მაცივარში კონდენსატი არ არის მაგრამ ეს არის პლუს მაცივარი იმიტომ რომ აქ ძირითადად არის ბოსტონეული კი ბატონო აქ არის ძის პროდუქტები შეგიძლიათ მითხრათ აი ეს რა არის ეს არის соуსები რომელსაც ვადა არ აქვს სახელმწიფო ვადაგასულია ვადაგასული არ არის აბა 13.08 და არ აქვს შეცვლილი ეს ყოველ საღამოს სადება პატარა კი ხედავთ ულუფები კი ბატონო მე ზუსტად ვიცი რომ ახალია იმიტომ რომ გაყვეთლებული არ არის და ზევიდან არ აქვს აი თავისებული ყვითელი ის მოდებული აქაც როცა გამორთავთ ეს კულერები უნდა გაიწმინდეს ნახეთ აი შეხედეთ რამდენი ქსელია იმიტომ რომ აქედან პროდუქტი გაგვაქვს შეგვაქვს და მაინც რისკი დაბინძურების არის მაღალი ხო კი დანარჩენი ყველაფერი თაროზე ჩაწიწიკებულია ყველაფერი და მაცივარიც არის წესრიგში კონდენსატი არ არის აქ არის მზაკერძები ეს საყინულია არ არის საყინული არის ეს მომზადებ ცივი ცივის ანუ ნახევარფაბრიკატებია და ცივები კი ბატონო სალატ რამდენი აქვს შენახვის ვადა დილას მომზადებ სალატებს საღამოს დამზადებული არაფერი არ ნახეთ აი ისეთი სასიამოვნო ქალბატონი ხართ და იმდენად აი გულწრფელად მესაუბრებით რომ ზუსტად ვიცი რომ ყველაფერს სიმართლეს მეუბნებით არ მზადება ამიტომ აი კიდევ ერთი შეცდომა ნახეთ რიცხვი რა აწერია აი კონტეინერებს არასუხარ აი ახლა მითხარით აი უბრალოდ ვარ ინტრიგანი და გეინტრიგდებით რატო უნდა დაგიჯეროთ ანუ პრობლემა ხედავთ რაშია ანუ მე კი გიჯერებთ იმიტომ რომ მე ვუყურებ რომ ახალია და ზუსტად ვიცი და პატივცემ თქვენ კომენტარს იმიტომ რომ ვუყურებ რომ ნამდვილად გულწრფელი ხართ და არაჩვეულებრივი ობიექტია მაგრამ აი ხვდებით რაშია პრობლემა ამიტომ უფრო გაამკაცრეთ ვადები და კულერების კონტროლი მე დავასრულე ძალიან კარგი ობიექტია მოწესრიგებული კარგი და პატივცემ ყველა თქვენ თანამშრომლებს ობიექტი ნამდვილად მომეწონა ბათუმის გარეუბანში ვართ აეროპორტის გზატკეცილი ნომერი 71
აი აქ მოვედით, იმიტომ რომ აი ამ საცხობმა დაგვაინტერესა. მართალია პატარა საცხობია, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ჩერდება, მათ შორის ბავშვები, იმიტომ რომ ზუსტად იაშვილის კლინიკის მოპირდაპირე მხარეს არის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ამ საცხობის პროდუქცია როგორ პირობებში მზადდება, როგორი ზეთი, როგორ ზეთში იწვება, როგორ სურსაც იყენებენ. მოკლედ, ეხლა ნახავთ თქვენ ყველაფერს, იმიტომ რომ მადონა კოიძე უკვე შევიდა საცხობის ტერიტორიაზე, მე კი უბრალოდ გაგაცნობთ ასორტიმენტს. ნახოთ, ნუ გამწოვი ახლა რო გითხრათ, რომ კარგად მუშაობს თქო მოგატყუებთ, იმიტომ რომ თვალები არ გეწვით? ფაქტიურად არ ყოფნის და ვერ მუშაობს. ეს კონდენსატი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ეს აი უფრო კარგად უნდა ირეცხებოდეს, იმიტომ რომ ეს ბრუნდება შიგნით, აი ეს ნამწვი ყველაფერი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. აქაც აი ნახეთ ტრაპი არის და შეხედეთ რა მდგომარეობაა, ძალიან სამწუხარო და სავალალო. აი ნახეთ, აი აქ ღია პროცესი მიმდინარეობს და ამას შეხედეთ და აი ამ ღრუბლით გარეცხილი ჭურჭელი რა უნდა იყოს. აი ამ ღრუბლით გარეცხილი ჭურჭელი რამდენად შესაძლებელია. ეს არის ტილოები, რომელიც გამოიყენება და ამ ტილოებსაც მე პირადად გამოვცვლიდი. ნახეთ კონდენსატი როგორ წვეთავს, ნახეთ რა მდგომარეობაა, ძალიან ცუდი მდგომარეობაა. აი ეს ძალიან ცუდია და უნდა მოწესრიგდეს მაქსიმალურად. კარგია რომ კარები არსებობს და ხშირ შემთხვევაში ალბათ აკეტილია და ეხლა არ ეღია, ჭერი მოწესრიგებულია და ცვენა არ მიმდინარეობს, კედლებიც მოწესრიგებულია და კედლებიც კარგი არის. იატაკი მთლიანად მოპირკეთებულია და იატაკის რეცხვა დეზინფექცია არის ძალიან მარტივი. უჟანგავი არის მაგიდებზე გადაკრული, ამასაც მივესალმები. ანუ გაკეთებული რაღაცაები არის, მაგრამ აი ესეთ კონტეინერებს ხმარობდნენ, ეს კატეგორიულად არ შეიძლება, იმიტომ რომ უნდა იყოს აუცილებლად ერთჯერადი კონტეინერები, ისეთი, რომლითაც რეცხვა დეზინფექცია შესაძლებელია და აი ნაყინს, როდესაც მიირთმევენ, შემდეგ უნდა გადაიყაროს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევინახოთ და აბსოლუტურად ყველგან აი ქვედა ნაწილი უნდა ირეცხებოდეს სათანადოდ. მაცივარში კოროზია არ უნდა იყოს და აუცილებლად უნდა იყოს შეღებილი, ძალიან კარგად ვიცით. აქ არის ცომები განლაგებული, კი ბატონო, მისაღებია. აქ არის ნახევარფაბრიკატები, ხაჭაპურები განლაგებული და შემდეგ უკვე ცხობისთვის არის გამზადებული. კი ბატონო, თავდახურული უნდა იყოს აუცილებლად, შიგთავსი მით უმეტეს ხორცი თავზე უნდა დაახუროთ, იმიტომ რომ აი ეს რო გიდევთ, აი აქედან ცვივა და შიგნით იყრება ყველაფერი. ეს არის დაუშვებელი და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მაცივარი სუფთა გაპრიალებულია, ოღონდ დასტიკერებული აბსოლუტურად არაფერი არ არის და ფარში გამზადებული ფარში არის. აი ქვევითაც არის ფარშები და აბსოლუტურად არც ერთზე არ არის სტიკერი განთავსებული. ლობიო არის გამზადებული, ეს არის ფარში გამზადებული, შეკმანზული თავის ხახვით და თავის ყველაფრით. უკეთესია რომ ფარში იყოს შეკმაზვის გარეშე შენახული და მერე უკვე მისი განახლება ხდებოდეს, სწორად მისი გალღობა და შემდეგ უკვე შეკმაზვა, იმიტომ რომ აი ხახვი და მიანი წვანილიანი პროდუქტის გალღობა ორგანოლეპტიკურად აისახება მის გემოვნურ თვისებებზე, ანუ ორგანოლეპტიკაზე. ხორცი ცალკე უნდა იყოს და ხურდას რა უნდა ამაში, აი ხურდას რა უნდა მაცივარში, რატო ყინავთ მითხარ? ხურდას რა უნდა საყინულეში? ყველაფერი მინახია, მაგრამ ხურდას საყინულეში არ მინახია. საფულე მინახია. ისე რატოდებთ რაღაც ის არის რა? არა, просто რა ვიცი, როცა ბევრი არის, ვითომ რო გაწდეს ხურცი. როცა ბევრია, რო არ გაფუჭდეს ხურდა, თურმე 20 გრადუსზე გაყინვა კარგი ყოფილა. რავდება. მე არ ვიცი რატოა სტრაფიკოება, აქ მხოლოდ საცხობის პროდუქცია. ნახეთ ფენოვანი ხაჭაპური, სამნახევარი იმერული, 4 ლარი, დაბალი ფასებია, ღვეზელი და ასევე ბლითები, ხო, ეგრეთ წოდებული პონჩიკები. ლობიანი და გურლი ღვეზელი ეტყობა დამთავრდა. ანუ საკმაოდ მწირი ასორტიმენტია, არ ვიცი გემოზე როგორია, შეიძლება ძალიან გემრიერიც არის, მაგრამ უბრალოდ რაც არ მომწონს, აი ნახეთ როგორი მტვერიანი ვენტილატორია, ნახეთ ჭუჭყიანი და ეს ვენტილატორი თუ მუშაობს, ალბათ ის მტვერი და სიბინძური ეცემა პროდუქციას. ეს რა თქმა უნდა არ არის კარგი. ასევე ნახეთ გაბზარული მინა, რომელიც რომც ჩაიმტრეს, აი ოდნავ რო შეეხო, არ შევეხები რა თქმა უნდა, მაგრამ ეს რო ჩაიმტრეს, მთლიანად ყველაფერი მთელი მინა იქნება პროდუქციაზე.
რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ეს გამოიცვალონ. მეტი სისუფთავე, თუნდაც აი კიდევ ერთი ვენტილატორი და ისიც ნახეთ, როგორი დამტვერილია. გასაგებია, რომ აქ გჭირდება კიბე, უნდა ახვიდე, უნდა გაწმინდო, მაგრამ როდესაც კვების ობიექტს ამუშავებ, ეს ყველა დეტალი უნდა გაითვალისწინო. შეგახსენებთ, რომ ეს პატარა საცხობია, სწრაფი კვება, აეროპორტის გზატკეცილის ნომერი 71. აქ წყალი ჩამოგდით? წყალი ხო ახლა ჩამოვიდა. ახლა ჩამოვიდა და გაკეთებას როდის აპირებენ? ახლა შემოვიდა ამ ბოლო წვიმაზე, დიდი წვიმა რო იყო, მასში ჩამოვიდა. და იმედია, აი ყველგან მოწესრიგებული გაქვთ ამასაც მალე გაკეთდება, მოაწესრიგებთ. აუცილებლად გაკეთდება მალე. საპირფარეშო სადა გაქვთ? ესოში. ეზოში? და ეზოში დადიხართ საპირფარეშოში. ხელსადიბათ. იქვე წყალია. არა, აი აქ რო ამზადებ პროდუქტს, ხელსაც იქიბანთ, პროდუქტსაც იქ რეცხა და ყველაფერს აქ აკეთებთ, ხო? ანუ ერთადერთი ონკანი გაქვთ. და მიტო გეკითხებით. ჩაგერ ამ წყალს ხმარობთ იქიდან უშვებ. ეხა ამ წყალით ხელს დავიბანთო, მაგას არ დავიჯერებ. ეს არის იატაკის მოსარეცხად, ფაქტიურად, რომ იატაკი მორეცხად, ხო? ეს კარგია, რომ გაქვთ, იმიტომ რომ სანიტარული დღე, ესე იგი, კეთდება. და ნახეთ, კიდე რა არის, იცით? აი ეს შლანგი რა უნდა იყოს დაგდებული, უნდა იყოს ახვეული და დაკიდებული. ნაგვის ყუთი სადა გაქვთ? აქ გაქვთ ნაგვის ყუთი, კი ბატონო. 2/3-ზე რო გაივსება, უნდა გაცალოთ და ნაგავს ატყრით. ნაგვის ურნები გარეთ არის და გარეთ ყრით, კი ბატონო. ეხა მითხარით. კარგით, ხურდა გასაგებია. არა, ეს გამრავლებისთვის, მაგრამ ნახეთ თქვენი სახელი? ჩამევარდა ფატმან. ხალბატონო ფატმან, გავიგე. კარგით, ჩაგივარდათ. დავანებოთ იმასთან. ამას რატო ინახავთ აქ? იმიტომ რომ დაცულია მაცივარში, რა ვიცი, ყველა. მაცივარში დაცულია, რისგანაა დაცული? ყველაფერი დამტვერიანებს, რა ვიცი, ყველაფერს. როცა დავამთავრ მუშაობას, ახლა მეორე ჯობს ხმარო. და მაი მაქაცი, იშვიათად. გასაგებია, მაგრამ ჯობია რომ გარეცხოთ და შეინახოთ არა მაცივარში, იმიტომ რომ ნახეთ, არა, მომენტში არა. დაგჭირდება გარეთ. გეტყვით, ხალბატონო ფატმან. აი ამას თქვენ რო იღებთ, აი ამ სინებს, ხოდებთ აი ზედაპირებზე. ამიტომ აი იდეალური სუფთა თაროები არ არის და ის უკვე ხო აღარ გარეცხავთ, გამოიღებთ ჩვეულებრივად იხსნა. ამას უბრალოდ აი რო გადაუსვათ, ეხა ტილო ძალიან ბევრი რამეა. ეს სინები ამაზე ხოდებს. ეს სინები მე მაცივარში ხოდებს, მიხვდით რას გულისხმობ? აი ამიტომ რომ ერთმანეთს აი ჯვარედინი დაბინძურება, სუსტად ეჭვიც არ მეპარება. აი აქ არის მტვერის ბუდე რა, აი ეს. ეს ჯობია ჩამოხსენით, იმიტომ რომ რაც არ უნდა ასუფთავ, საერთოდ რა გინდათ? აი ეს ახლა რომ დავფერთ ხო იცით რამდენიმე ჩამოვა? ფქვილიც, მტვერიც, ყველაფერს აბსოლუტურად იზიდავს. ზედსაც ნახეთ, იმიტომ რომ ხელით გაწიეთ, გამოწიეთ. ფიზიკურად შეუძლებელია. ამიტომ არის დაუშვებელი, რომ აი ასეთი ფარდები იყოს სამზარეულოში. მათი დაცვა არის შეუძლებელი. ამიტომ ჯობია აი ასე იყოს, გამიჯნულია ტერიტორია, ვიდრე აი თქვენ მტვერის ბუდე ქონდეთ სამზარეულოში. და ეცადეთ, რომ ყველაფერი იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული.